აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით პროგრამის სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის სამრეწველო სავაჭრო პალატა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკას თავაზობს პალატაში გაერთიანებული მეწარმეების საწარმოებსა და კომპანიებში. აღნიშნული პროგრამა დევნილ სტუდენტებს დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. პრაქტიკული სწავლების კურსის გავლის შემდგომ მეწარმეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პირველი პროექტი აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატასა და სოხუმის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. გეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს. ეს ღონისძიება გაგრძელდება და თვეში ერთხელ აფხაზეთის ორგანიზაციები, კომპანიები მიიღებენ სტაჟიორებს სოხუმის უნივერსიტეტიდან. ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან კარგ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ვფიქრობთ, რომ ეს არ დარჩება პროექტად, არამედ იქნება ნამდვილად ქმედითი, ანუ რომელიც იფუნქციონირებს, რომელიც დადებს თავის შედეგებს და რა თქმა უნდა დახვდება წინ ჩვენს ახალგაზრდობას პროფესიის დაუფლების გზაზე. ჩვენ ვიქნებით შუამავალი რგოლი ერთგვარი ბიზნესსა და უნივერსიტეტს შორის კომპანიიდან დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია ისინი დასაქმდნენ მუდმივად, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ კომპანიაში. ამას დაემატება კიდევ კომპანიები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება თანამშრომლობა. პრეზენტაციას პროგრამის მხარდამჭერები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი საქართველოში კნუდ გერბერი, პროექტის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, მეწარმეები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინდა მიესალმო ინიციატივას, რომელიც წამოვიდა ჩვენი უნივერსიტეტიდან, ჩვენი სავაჭრო პალატის მხრიდან, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი სტუდენტების მხრიდან ჩართულობას ისეთ პროცესებში, რომელიც არის სტაჟირება და შემდგომში დასაქმება. განსაკუთრებით მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას ისეთი კომპანიები, რომელიც დაკავშირებულები არიან აფხაზეთთან და ეხმარებიან ჩვენ სტუდენტებს როგორც პრაქტიკის მიღებაში, თავის კვალიფიკაციის ამაღლებაში, ასევე დასაქმებაში. ეს პროექტი აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტაჟირების პროექტის განხორციელებას და მადლიერები ვართ, რომ ჩვენც გვაქვს საშუალება ჩავერთოთ ამ პროცესში. ყველა სტუდენტს შეუძლია მიიღოს შესაბამისი უნარჩვევები, გამოცდილება და ამაში ყველაზე დიდი წვლილი მეწარმეებმა უნდა შევიტანოთ. ჩვენს ახალგაზრდებს ეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა გამოიჩინონ თავი იქ, სადაც პრაქტიკას გაივლიან და მათ ექნებათ, რა თქმა უნდა, დასაქმების პერსპექტივა ან იქ, ან სხვა კომპანიებში. ასე რომ ეს არის ძალიან კარგი წამოწყება, მე ამას მივესალმები და ულოცავ როგორც უნივერსიტეტს, ასე სავაჭრო სამრეწველო პალატას. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ღია სივრცეში გაიმართა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზენტაციის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს.